აი მაშინაც კი, როდესაც პატრონი გარეთ გადის, ძაღლები უნდა ელოდებოდნენ ნებართვას და არ უნდა გადიოდნენ. რაღაცა ცოტა წინ წავედით ახლა, მაგრამ ახლა განახებთ თლიან პროცესს, თუ როგორ ისწავლება ეს. დავიწყოთ. ესე იგი მოგყავს დასვა მაქვს, გამოწევ კარს და იწყებ როგორ იცი, თავისუფლება მიეცი და შენ ასე წამოდი და სადამდე სოკი გაგიშვებს. შეგიძლია უფრო სწრაფი კორექცია რომ გამოგივიდეს და უფრო მეტად შედეგიანი იყოს. დაჟე ხელი გაუშვა კარს. უცებ შემოუტრიალ დემასგან და გააგზელო ეგრევე რა, აი დინამიკაში. აი ესე, აიარო თამამაჩვები. როდესაც ამას ასწავლი ძაღლს, გარეთ რო გაკყავს, უკვე ბევრად დამშვიდებული და გაწონასწორებულია. უკეთესად გამოვიდა. შემოგხედონ, აი დეტალი იყო შეცდომა. ოღონდ აუცილებელი პირობა რომ შემოგხედონ. თუმცა პრინციპი გავიგეთ. ეს ბევრი უნდა გავიმეორო და ნელ-ნელა მოკლედ იმასავს. ასე რომ ყველაფერი 2 წუთში არ კეთდება. საათია უკვე ამას ჩალიჭობთ.